მოგესალმებით მეგობრებო, მე კიდევ მინდა ერთხელ განახოთ ვიდეო თუ როგორ ხდება PayPal-ის ბალანსიდან თანხის გადმორიცხვა Liberty Bank-ის ანგარიშზე. მოკლედ როგორც ხედავთ, ანგარიშზე მაქვს 11.58 ევრო. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ძალიან მალე ისახება ეს თანხები. მოკლედ ვიწყებთ გადმორიცხვის პროცესს. როგორც ხედავთ, მე მიბმული მაქვს PayPal ანგარიშზე ჩემი Liberty Bank-ის ბარათი. მოვნიშნავთ თუ რომელ ბარათზე რა შეგიძლიათ რამდენიმე ბარათი დაამატოთ საბანკო ბარათი, მე პირობითად ერთი ბანკის ბარათი მაქვს დამატებული Liberty Bank-ის და განახებთ თუ რამდენად მარტივად ხდება თანხის გადმოტანა. ანგარიშზე როგორც ხედავთ, რომ მოვნიშნე გადმორიცხვის პროცესს მიაქვს $5. სამწუხაროდ არ არის ისეთი თანხა, ეხლა 11 ევროდან 5 კომისიო მომსახურების. შემდეგ next და როგორც ხედავთ, უკვე ეს არის ჩემი ანგარიში, თუ რამდენიც მქონდა და გადმორიცხვას რაც შეეხება, გადმორიცხვისას ჩავომაკლებს ალბათ $5 და დანარჩენი აისახება. ნახოთ რამდენ ხანში აისახება პლუს ეს თანხა. როგორც თვითონ მიფიქსირებს გადმორიცხვის, ხედავთ აქ 11.73 გადაახურდავა ჯერ დოლარში, ეს ევრო. შემდეგ მომსახურებისა გამოაკლო $5 და ანგარიშზე საბოლოოდ უნდა გადმომირიცხოს $6.73. და ნახეთ რამდენად სწრაფად ხდება ასახვა PayPal-ის ანგარიშიდან Liberty Bank-ის ანგარიშზე ფულის გადმორიცხვა. როგორც ხედავთ, მე გადმოვირიცხე ახლა თანხა. და ესეც საპასუხო PayPal-იდან, რომ თქვენ დაგერიცხებათ 6-10 და ველოდებით თანხის დარიცხვას. როგორც ხედავთ, გადაირიცხა უკვე ეს თანხა და შეგიძლიათ ჩვეულებრივად უკვე სულ რაღაც 2 წუთში გაანაღდოთ და აიღოთ თქვენი ანგარიშიდან ეს თანხა. მადლობა ყურადღებისთვის. თუ კი ვინმე ვერ გაიგებთ, ან ვინმეს დახმარება დაგჭირდებათ, გთხოვთ დამიტოვოთ კომენტარებში. და შევეცდები გიპასუხოთ, თუ კი რამეს ვერ გაიგებთ, ან დაგეხმაროთ PayPal-იდან თანხის გადმორიცხვებში.